ჩანს კი გაზიარება? მას. კაი. ვაკეთებთ იმას, რომ ეს ენემიები რო ჩდებიან. მოდი ცოტა სიჩქარესაც დავუკლოთ, იმიტომ რომ თან ხომ უნდა გვესროლოს. სად არის პრეფაბი? ამის სიჩქარე გვაქვს ენემის მას იუნის რო დავაჭირე მას რო ხსნიდი ახლა იმას რა ქვია. ანუ პროექტს ასეთ რაღაცა მიჩვენა enter save mode და შეკითხვის ნიშანი. ერორი გაქვს შიგნით და მაგითო. დავაჭირო enter save mode. არა, იმას თუ ignore. ignore-ს დააჭირო. რას? ignore-ს. ამის სიჩქარე public-ზე არ გვაქვს გამოტანილი? ამის სიჩქარე ის არის, რა ქვია. gravity scale. გამახსენდა. 1 რო უწერია, მაგით მოდის დაბლა. აი 0.3 ვნახოთ აბა როგორი იქნება. სადაც 0.2-ით გამოვუშვებ დაბლა რა. ხა მიწერია მე რომ რამდენიმე წამში გაქრეს 2 წამში და ეხა უფრო დიდხანს დავწერე რომ 5 წამში გაქრეს. იმიტომ შევანელე რომ რაღაც გვესროლოს რა, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად მოდიოდა ეხა რომ ვერ მოასწრებდა სროლას. მე კიდე შეგვიძლია ავაჩქაროთ. მასის ძაფი რამდენი დაუწერეთ 0.2 gravity scale. Gravity scale 0.2 ჩაუწერე კი. ეგარი. დროს დისპაუნის დროს სად შეცვალთ? enemy spawner script-ში. ანუ რო გაქრეს. enemy spawner script-ში. აი აქ. destroy შეიძლება 5 წამის კი ცოტა არის მას. ცოტა კი არა, ბევრი. არა დასევებულია მქონია მას 2 წუთი. ახლა. ბევრი არის. 4-ზე გადავაკეთე ხა, იმიტომ რომ გავტესტე წერან და კამერიდან რო გადის, кайხანს მიდის კიდე და მე ეკრება და. აი ხა რო შევხედოთ. 4 წამი ნორმალურია რა. წამი ყოფა ალბათ ზუსტად. ჩემთვის. შეიძლება. 3.5. კაი იყოს. ეხა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. კაი, ახლა პირველ რიგში ნაბიჯ რომ მიყვეთ რა. ჯერ გავაკეთოთ ისე რომ თვითონ ამ enemy prefab-ის კლონები ხო ჩდებიან სცენაში. მაგ კლონებს უნდა შეეძლოთ კიდე რაღაც სხვა ობიექტების გაჩენა, ჯერ და მერე ის სხვა ობიექტები უნდა მოძრაობდნენ player-ის მიმართულებით. კაი. ეხა ჩვენ რო სპრაიტებში ის ჩავაგდეთ, bullets რო ჩავაგდეთ. საიდანაც ეს ტყვია გავაკეთეთ იმის ჩვენი player-ის. მეორე ბულეტი ავიღოთ, ხო? კი, მეორე ბულეტია იმ ზესავით რო გამოიყურება. მოვკიდოთ და ჩავაგდოთ სცენაში. ამას დავარქვათ bullet player ხო იმას ქვია და ამას დავარქვათ მოდი bullet enemy. Bullet enemy. ნორმალური ზომის არის. მას pixel frame-ი დაიმატა ჩემთან რაღაცა მას bullet-თან ერთად. მარტო ეს უნდა ჩააგდო. აი ეს. და დავარქვი bullet enemy. ახლა ეს გადავაგდოთ იმაში prefab-ის ფოლდერში. რომ ესეც prefab-ად იქცეს რა.
ესეც თავიდან ხო არ იარსებებს, როგორც enemy არ არსებობს თავიდან და enemy რო ჩდება, მერე ამ bullet enemy-საც გააჩენს რა. მოვკიდოთ, გადმოვაგდოთ აქ სცენაში. სცენაში აღარ იყო და პრეფაბების ფოლდერში, პრეფაბი. სცენიდან ხო. შეიქმნება პრეფაბი. აი გალურჯდა იქაც bullet enemy. სცენაში უკვე აღარ გვჭირდება იერარქიაში, აქედან წავშალოთ, delete. აქ კიდე არის bullet enemy. გაკეთეთ? კი. Okay. კარგი, ახლა შევიდეთ. მაგრამ enemy script-ი ხო არ გვაქვს ჯერ. ამიტომ შევქმნათ enemy script. სკრიპტების ფოლდერში ახალი სკრიპტი. დავარქვათ enemy script. რა დავარქვათ მას? enemy script. ორი წუთი მას. და ახლა რახან გვინდა რომ მივაბათ ამ enemies prefabs. ესე drag and drop-ით აქ ვერ ჩააგდებ რა თუ ერთი და იგივე ფოლდერში არ არის ორივე სკრიპტიც და თვითონ ეს prefabიც რომ ესე მიიტანო და ჩააგდო. მაგრამ შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ enemy და მარჯვნივ აი აქ add components რო დავაჭერთ, შეგვიძლია ავკრიფოთ enemy script. ან enemy რო ავკრიფოთ enemy script-ი გამოჩნდება. მიაბით და მივხვდი მას. მიებმევა. ეს კომპონენტები შეგიძლიათ ჩაკეცოთ აქ, დააჭერთ ჩაიკეცება. enemy-ს ხო? ხო. და მე გავხსნათ enemy script. გახსენეთ? იო. კი მას. ახლა გვჭირდება აქ enemy script-ში ხო გაჩენას ვაკეთებთ იმის bullet-ის, enemy bullet-ის და ამ bullet enemy-სთან გვინდა წვდომა. ამიტომ ზევით შევქნათ მე-6 ხაზზე, მაგის დაბლა მე-7-ზე public game object bullet ან world bullet ერქვას ხა აქაც. bullet enemy-ს შევაგდებთ რა. As public game object ხო? აქეთ როგორ გვეწერა? world bullet ერქვა აქაც. მას ქართულ YouTube-ზე არ იცით მას ვინმეს რო ედოს კიბერუსაფრთხოების კურსი? კი, რაღაცები ვიცი. ჩაგიგდებ მე. ეხოს. ოღონდ უფრო თეორიული არის ვიდრე პრაქტიკული. თეორიული მოსახე მას algon თუ რაღაცა გიქია, მასე მაგათ უდებთ მას. პრაქტიკული ნაწილი უფრო მაინტერესებს აი Linux-ს რო აყენებენ უკვე და რაღაცებს. მაგრამ Linux-ი ჩვენ არ გამოგვადგება, ხო Linux-ში დავაყენო ვეღარ გავაგრძელებთ. არა, გააგრძელებ ჩვეულებრივად Linux-ს მუშაობს Unity. მას ასე რაღაც თუ შეიძლება. მე PC-ში მაქვს M2 SSD მას და მაქვს კიდე ლეპტოპიდან ამოღებული HDD და SATA USB-ით მაქვს მიერთებული მე PC-ზე და ისეთ რაღაც თუ არ შესაძლებელი ამ HDD-ს რო შევაერთებ ხოლმე, მაშინ რო Linux-ი იყოს. არ ვიცი.
არ ვიცი. შეიძლება. აი, დაუბრუნდეთ რასაც ვაკეთებ. დაწერეთ ეს. კი. ოკეი. ეხლა ცალკე void-ი შევქმნათ. პრინციპში შეგვიძლია რომ აი enemy spawner-ში ხო გვიწერია ეს გაჩენა. აი ეს მოვაკოპირეთ. უბრალოდ გადავაკეთებთ რა, იგივე კოდი გვჭირდება, უბრალოდ გადავაკეთებთ. ეს მოვაკოპირეთ void spawn enemy. გადმოიტანეთ აქ. და შევცვალოთ, დავარქვათ ამას spawn bullet. ესე ერქვას. ეს აღარ გვინდა random-ზე გაჩენა. აქ enemy კლონის მაგივრად bullet კლონი დავარქვათ ამას. აქაც მას მაგ bullet clones აქვს რაიმე მნიშვნელობა? არ აქვს, მაგრამ შესაბამისად დავარქვა ჯობია bullet clone. თორე ისე რასაც გინდა იმას დავარქვა. აქ enemy-ს რას ვაც, სადაც აწილთებს მოკლედ bullet-ი უნდა დავწეროთ რა და აქ კიდე random-ზე კი არ გავაჩინოთ, თავის პოზიციაზე გააჩინოს transform წერტილი position. მასწავლიდა შეგიძლიათ ეს ახსნათ მას, ანუ ეს დასპაუნების კოდი. დიახ. Instantiate აჩენს რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე, რასაც მიუთითებ და კონკრეტული rotation-ით, რასაც მიუთითებ. აჩენს მას კლონებს. random x-ის ადგილას რა უნდა ჩავწეროთ? ეგ წაშალდე და transform წერტილი position. და ქვევით გაანადგურდეს რა და რამდენ წამში? კი. ანუ ქვევით bullet clones აქვს მნიშვნელობა. ხო, ქვევით bullet clone უნდა განადგურდეს და მაგიტო. იმიტომ რომ თუ აიცელ ანუ player-ი თუ აიცელს bullets, მერე რაღაცა 4 წამში გაქრეს რა. ნუ ამასაც დავარეგულირებთ მერე რამდენ წამში გაქრეს. ჯერჯერობით ეწეროს 4. ამას გადაარქვით სახელი spawn bullet დაარქვით და ამებს გადაარქვით რა, აქ bullet clone, აქ bullet, აქ transform წერტილი position და აქაც bullet clone, დანარჩენი იგივე. და ის ერთი ხაზი დავშალეთ ზევით რაც ეწერა ის random-ზე ვაჩენდით მაშინ იქ enemies და ეხლა მან ეგ ხო არ გვჭირდება აქ. აი float random mix-ი ვერ გავიგე მას კიდევ, აი random range-ი. ანუ random range-ი გავიგე, ანუ რა x-იდან, ანუ რომელი x-ამდე უნდა 8-დან 8-მდე x-ი არ არის random range-ი. უბრალოდ x-ი კი არა. უბრალოდ რიცხვს გაძლევს რა. x-ი და y-ი არ აინტერესებს ამას. -8-დან 8-მდე ერთ რიცხვს შეარჩევს და მოგცემს. შეიძლება 0 იყოს ეგ, შეიძლება 7 იყოს, შეიძლება 3, შეიძლება -3. ხო ხვდები ამას? კი. აი ეს რამ ჩანაწერიც მონიშნული მაქვს ლურჯად ეგ აკეთებს მაგას, რომ ეს იქცევა რაღაცა რიცხვად -8-დან 8-მდე რა range-ში რაც გიწერია. და ეგ რიცხვი ჩვენ ხო შეგვიძლია რაღაც ცვლადში შევინახოთ. მაგიტო შევინახეთ ამაში random x დავარქვით. იმიტომ რომ x-ზე გვინდოდა დაგვერენდომებინა ამის პოზიციები. ხან მარჯვნივ გაჩენილი იყო x-ზე ჰორიზონტალურად, ხან მარცხნივ, ხან ცენტრში და ხან ეგრე. ხან ისე, ხან ასე. და ეგ რო შეარჩია აქ რაღაც კონკრეტული რიცხვი, ეგ შევინახეთ უბრალოდ სახელი დავარქვით რა, random x-ი დავარქვით მაგ შერჩეულ რიცხვს. თუ 3 შეარჩია, random x-ი იქნება 3. თუ 5 შეარჩია, random x-ი იქნება 5. თუ -2 შეარჩია, random x-ი იქნება 2. -2. თუ 0 შეარჩია, random x-ი იქნება 0. ხვდები ამას? კი. და მე აქ რო იქ ეწამს დავასრულებ რა გთხოვ. მე აქ რო instantiate გვიწერია და გვიწერია რომ enemy გაჩნდეს რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე, მაგ კონკრეტულ პოზიციას, ეგ კონკრეტული პოზიცია ხო აქ იწერება და ეგ კონკრეტული პოზიცია ჩვენ გვაქვს მითითებული აი ვექტორ 2-ის სახით, იმიტომ რომ კოორდინატები ხო ენიჭება ნებისმიერ ობიექტს, რო ჩდება აქ x-ი და y-ი ხო გააჩნია, ნუ z-იც, მაგრამ ეხლა არ გვაინტერესებს z-ი. და აი რა x-ზე და რა y-ზე გაჩნდეს, ეგ რომ მიუთითოთ რა, მაგიტო ჩავწერეთ აქ ვექტორ 2. და y-ზე გვიწერია რომ ზუსტად რა y-იც იმას აქვს აი ამ enemy spawner-ი რაზეც არის მიბმული. აი ამ ობიექტს. ეს ხო რაღაც y-ზე, აი 5 და 67-ზე ჩემთან. ზუსტად მაგ y-ზე გაჩნდეს, ანუ ყველა enemy
რაც გაჩნდება, ყველას y იქნება 5.67. რახან ეს გვიწერია. იმ ობიექტის პოზიცია რა ობიექტზეც ეს სკრიპტი გვაქვს მიბმული. პოზიციის y. და random x-ი გვიწერია კიდე x-ზე. რომ აი აქ წამოვიდეს და random x-ი ჩაეწეროს აქ რა ახალგაჩენილ nm-ის. random x-ი რამდენიც იქნება, მაგდენი ჩაეწერება აქ და მაგ იმაზე გაჩნდება, მაგ x-ზე გაჩნდება. და აქ როგორც თქვით, წაღან random x-ი თუ 3 არის, წამოვა და აქ 3-ს ჩაწერს და გააჩენს 3-ზე. აქ x-ი 3 სადაც არის, მანდ გაჩნდება. აქ თუ შეარჩია რაღაცა -7, random x-ი -7 იქნება, აქ -7 ჩაიწერება. შესაბამისად nm-ი გაჩნდება -7-ზე. რაღაც აქეთ. ანუ nm-ის სკრიპტში მას მაგიტო გამიწითა random x-ი, ხო? ეხლა რომ გადავიტანეთ მაგაზე ამბობ? დიახ, random x-ი მაგიტო გამიწითლა მას, რომ წაშალე, ეგ random x-ი არ გვჭირდება მანდ და მაგიტო წავშალეთ ის და მაგიტო გააწითლა აქ. და აქაც უნდა წაშალო. და ეგ random. აქაც ის new vector 2 წაშალე მთლიანად. რო გადმოვიტანეთ. ანუ მანდაც სადაც x-ი არის, მანდ დასპაუნდეს, დიახ. აქ იგივეს არ ვაკეთებთ, ანუ random-ზე არ ვარჩევთ აქ. აქ ვარჩევთ, რომ ზუსტად nm-ის პოზიციაზე გაჩნდეს ბულეთი, იმიტომ რომ ბულეთის გაჩენაა. ბულეთი ხო nm უნდა ისროლოს. და უთითებთ nm-ის პოზიციას. transfer წერტილი position აქ ნიშნავს, nm-ის სკრიპტში ვართ, nm-ის პოზიციას ნიშნავს. ანუ ბულეთი გაჩნდება nm-ის პოზიციაზე. აქ არ გვჭირდება რაღაცა ახალი vector 2 და რაღაცა random x-ი. პირდაპირ უბრძანებთ აქ, რომ იმაზე nm-ის პოზიციაზე გაჩნდეს. გაბრიელ, რას ამობდი შენ? მას კოდის ჩვენება მინდოდა და გამოვასწორი ახლა. ოკეი. ჩაწერეთ ეს? იო. მასვე გამეწითლა. ხო და გითხარი რომ გაგიწითლებს ხო და გადააკეთე, აბა სად გიწითლებს მითხარი? მას ეგ bullet point-ები ესენი ყველაფერი, ანუ bullet point-ები ყველგან გადავწერე მას, მაგრამ აი transfer position-თან აი მათ ვიწერს. მძიმე ხო არ გამოგჩა, ანუ დააკვირდი bullet რო წერია, მერე მძიმე, transfer წერტილი position, მძიმე, transfer წერტილი rotation, ფრჩხილი და ბოლოში წერტი მძიმე. ამ თანმიმდევრობით გიწერია ყველაფერი? იდენტურად არის? ეხლა რაც როგორც ჩამოვთვალე. მას თავიდან bullet არ მეწერა მას. მე მეწერა transform rotation-ი, position-ი და მე რაც ეგა. ხო და bullet-ი უნდა გეწეროს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჯერ უწერ რა უნდა გააჩინოს. მე სად უნდა გააჩინოს, მე როგორ rotation-ით გააჩინოს. გადახრილი თუ არა. გასწორდა? ანუ game object-ში რასაც ჩავაგდებთ, ანუ მან დასპაუნდება და პოზიციას. მაგას გააჩენს. და დასპაუნდება იქ, რაც აქ გიწერია. კი, მივხვდი. ხო. კარგი, ახლა ამახო იდეაში სტარტში უნდა დაიწყოს ეს ბულეთების გაჩენა, იმიტომ რომ ამის სტარტი მაშინ მოქმედებს, როცა ჩდება თვითონ nm-ი. ეს ხო nm-ის სკრიპტია. nm-ი რო გაჩნდება, nm-ის სკრიპტიც ამუშავდება. ანუ void start-ი მაშინ გაეშვება. შესაბამისად, ელენე შემოვიდა? გამარჯობა ელენე. დავალება რაც ქონდა მაგას ვაკეთებთ. ხო არ გააკეთე შენ? შენი ხმარ ისმის თუ რამეს გვეუბნები. კარგი, ის რა ქვია. მოკლედ სტარტში უნდა დავაწყებინოთ ამას ბულეთების დასპავნა, ანუ გაჩენა. და შეგვიძლია ესეც invoke repeating-ით გავაკეთოთ, იმიტომ რომ რამდენიმე სროლა მოასწროს რა, ერთს რო გვესვრის, ერთ წამში ან ორ წამში, მერე კიდე გვესროლოს. ანუ სანამ ბოლომდე არ გაივლის რა თავის გზას იმაზე. აი, აქ ხო გაჩნდება nm წამოვა და სანამ აქ იქნება კამერის არეალში. ასენ დაწერა ჩატში რაღაცა მასთან ნახეთ.
ოკეი, კაი. ხო და სანამ აქ არეალში იქნება ზევიდან რომ მოდის ეს ენემი, ერთხელ რო გვესვრის, მე რავი კიდე შეიძლება აქედანაც გვესროლოს, სანამ ბოლომდე გაივლის და გაგვწდება რა. რავი 2-3 სროლა შეიძლება მოვასწრებინოთ, ნახოთ. ამიტომ გამოვიყენოთ invoke repeating-ი. რო გაამეოროს ხოლმე invoke repeating-ი ამეორებს ფუნქციის გამოძახებას. ანუ ფუნქციის სახელს მივუთითებ აქ ბრჭყალებში, აი spawn bullet როგორც ქვია, ამ void-ს ზუსტად ეგრე ჩაუწერეთ აქაც. შეგიძლიათ მოაკოპიროთ ეს სახელი. ორჯერ დააწყაპუნებ ამის სახელზე, მოაკოპირებ, გადმოიტან აქ. spawn bullet-ის ფუნქცია უნდა გააკეთოს. სტარტიდან მოდი 1 წამში გააკეთოს. ეხლა სატესტოდ. ანუ ჯერ უწერ პირველი შესრულება ამ ფუნქციის პირველი შესრულება რამდენ წამში გააკეთოს. წინაზე თუ გახსოვთ აქ 0 ჩავწერეთ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ეგრევე დაწყებულიყო, ანუ თამაში როგორც გაეშვებოდა, ეგრევე გაეჩინა ხოლმე ეს ენემიები. და ეხლა თავიდანვე ენემი ხო ცოტა კამერის გარეთ ჩდება. და მე რო წამოვა, სადღაც 1 წამში უკვე გვესროლოს რა. spawn bullet გვიწერია, სადღაც 1 წამში დაიწყებს სროლას უკვე და მე უწერთ უკვე რამდენ ხანში ერთხელ გაამეოროს. მოდი აქაც 1 წამი იყოს. სატესტოდ. რომ რამე შევცვლით მე. მოკლედ ეხლა ესეთი რაღაც მოხდება. ანუ ეს invoke repeating-ი რას აკეთებს მას? ფუნქციას იძახებს და ამეორებს ასევე. ანუ ერთხელ რო უყურე კომპიუტერი ამას რო წაიკითხავს invoke repeating ამ ფუნქციის სახელი წავა ამ ფუნქციასთან, ამას გააკეთებს პირველ გაკეთებას, ანუ პირველ შესრულებას გააკეთებს, აი აქ რამდენიც გიწერია მაგდენ ხანში. ანუ ამას რო წაიკითხავს კომპიუტერი, ხა ჩვენ შემთხვევაში 1 და 1 რახან გვიწერია აქ. ანუ ხა 1 წამში ერთხელ წაიკითხავს. 1 წამი მოიცდის და გააკეთებს ამას, შიგნით რაც წერია. მერე კიდე 1 წამი მოიცდის, აქ რახან აქაც 1 გვიწერია და მერე კიდე გააკეთებს. მერე კიდე 1 წამი მოიცდის, მერე კიდე გააკეთებს. ანუ იმეორე სულ repeat-ს აკეთებს რა, თვითონ სიტყვაც გეუნება. დიახ. კაი, დავასეივოთ ახლა ეს. გადავიდეთ unit-ში. მას ჩემთან კიდე ვაწერთ მას bullet-თან და transform position-თან. გააზიარება. new vector-ორი არ წაგიშლია, გითხარი რომ new vector-ორი წაშალე მეთქი საერთოდ. new vector-ორი რო წერია. სადაა? new vector-ორი bullet გიწერია. წაშალე ეგ საერთოდ bullet-იც წაშალე, იმიტომ რომ bullet გიწერია უკვე. ეგეც წაშალე, ფჩხილიც წაშალე, მძიმეც, ვსო? დასო წერტი პოზიცია, მან ფჩხილი არ უნდა გეწეროს, ფჩხილი წაშალე და ვსო? შეიძლება გათიშგვაზიარო. კაი, დავასეივეთ, გადმოვედით აქეთ. prefab-ის ფოლდერში ავირჩიეთ enemy და merge new script-ზე გამოჩნდებოდა bullet და non game object ეწერება. აი აქ enemy script-ში რო შევქმნით ეს public game object-ი, bullet-ი რო დავარქვით, ხა ჯერ script-მა არ იცის რა უნდა გააჩინოს რა. აქ კი ვეუბნებით ჩვენ სიტყვას, სახელს bullet-ი რო უნდა გააჩინოს, მაგრამ ამ სახელს შეჯერებით არაფერი არ არის ჩაგდებული აქ. და ესე რო გავტესტოთ, სიცარიელს ვერ გააჩენს, გაგვიერორებს. ამიტომ წამოვიღოთ ეს bullet enemy და ჩავაგდოთ აქ. რო ამ script-მა იცოდეს, რომ როც დის, რომ bullet გააჩინოს, რაც იქნება ამ bullet-ში ჩაგდებული, bullet enemy იქნება, მაგის კლონს გააჩენს რა. ოკეი, ჯერჯერობით უბრალოდ გააჩენს და მეტი არაფერი, აბა ვნახოთ. მას ეს ხო prefab-დან enemy-ში უნდა გადავიდეთ და მანდ იქნება ეს script-ი. კი, ანუ prefab-ს რომ მონიშნავ, enemy script-ი მიბმული გაქვს უკვე? თუ არ გაქვს მიბმული? მას enemy script-ი, მას enemy-ში წეან ხო მივაბით.
ხო, მაგას გეკითხები, თუ მიაბი აქ გამოჩნდება ბულეთი, არ ჩანს? კი მას. ხო, ჩააგდე მანდ ბულეთ ენემ. ჩემთან მუშაობს. ნახავ მას. აი, სამსროლას ასწრებს რა. მას rigid body უნდა ახლა ჩემი ბულეცა rigid body-ც უნდა კი. როქვევით წამოვიდეს მას. ხო, მე კოლაიდერიც უნდა რომ გვესროლოს. ოკეი, მას ალბათ ორზე დავაყენებ gravity scale-ს სწრაფად რო წამოვიდეს. კაი, ეს bullet enemy იმას ვქნათ. მაგრამ rigid body-ს რომ მივაბამთ, rigid body 2-დეს. ეხლა ამ შემთხვევაში შენ რასაც იძახი, ქვევით წავა, ხო? ერთი მიმართულებით წავა მარტო. ხო, ხედავ როგორ მიდის. დაჟე რაღაც მომენტში ასწრებს იმას. enemy ასწრებს პირიქით იმას. bullet-ს. მას მივხვდი ხო ჩემთანაც შევამჩნიე ეგა. ხო. უფრო დიდი გრევით სქელი რო ჩაუწერე bullet-ს, ეხა, აი. ხო, ასევე ჯობია რომ ცოტა წინ გავაჩინოთ და არა იქ ცენტრზე ჩდება ეხა. რახან აქ გვიწერია ტრანსპორტატილი პოზიციონ რო გვიწერია, ზუსტად იმის პოზიციაზე ჩდება, enemy-ის პოზიციაზე რა, აი ამის ცენტრზე. ამ enemy ობიექტის ცენტრზე. მას ის ვქნათ რომ აი როგორც ისა players აქვს მას წინ და რო ისვრის ეგ ქონდეს enemy-ს. ხო, bullet point. მას enemy-ს ხო ქონდა სროლის ეფექტიც მას ორი კი, მაგასაც დავამატებთ, ანიმაციასაც დავამატებთ. კაი, შევიდეთ enemy-ის prefabs დავაჭიროთ ორჯერ, შეგვიყვანს შიგნით. აი, იერარქიაშიც გახსნის ამას, გამოაჩენს enemy-ს. და აქ ჩავამატოთ შენ რაც თქვი ახლა ეს bullet point-ი. empty game object-ით, მარჯვენა ღილაკი enemy-ზე, აქ იერარქიაში, create empty და დავარქვათ მას მე სულად მიხსნის enemy-ს. bullet point. სულად რას ქვია? ორჯერ უნდა დააჭირო და გაგიხსნის. მას ვაჭერ, მაგრამ ანუ ლურჯად მიჩვენებს მას და აი თქვენ უკან background-ი რაც აქვს მას, აი თქვენს იმას რო წარმოვიდგინოთ, ეგრე მიჩვენებს. ვერ ხედავ იმას? enemy-ს? ხო. ორჯერ დააჭირე მარცხნივ. enemy-ს ორჯერ დააჭირე სწრაფად და მიგიყვანს. მიგიყვანა? მას სანამ დავაჭირო ორჯერ ვერ გავიქ. რო შეხვედი ამაში ორჯერ ხო დააჭირე თვითონ enemy-ს? კი. ხო შეგიყვანა აქ. მარცხნივ ხო აწერია enemy იერარქიაში. კი. დააჭირე ორჯერ. არ მიგიყვანა სცენაში? ახლოს? არა. კაი გააზიარე აბა. რანაირად ანუ ორჯერ ვაჭერ ფოკუსირებას აკეთებს და მიყავ ხარ ეგრევე prefab-ის მუღამიც ეგ არის რომ მანდ რაღაც ცვლილებები გააკეთო და რანაირად არ ჩანს შენთან. აი მას ორჯერ ვაჭერ არ შვება, აი და აქაც ჯერ ორჯერ დავაჭირე და მე აქაც მან ხო არ მithქვამს, მან დააჭირე მეთქი. მარცხნივ იერარქიაში. მარცხნივ იერარქიაში. მარცხნივ. სად არის აბა მარცხნივ? აი მანდ. ქვევით ეხა, ქვევით. enemy ქვევით რო წერია. So მაუსის მარჯვენა ღილაკს დააჭირე ხა enemy-ს და create empty-ს დააჭირე მე რომ შეიქმნას empty game object-ი. bullet point დავარქვით მაგას. მას როგორ მითხარით თავიდან? მარჯვენა ღილაკი, მაუსის მარჯვენა ღილაკი enemy-ზე create empty. დაარქვი bullet point. და ჩამოვწიოთ დაბლა, ანუ ეს ცხვირი ხო დაბლა აქვს ამას თვითონ enemy-ს. და აი სადღაც აქ დაუყენოთ რა, რომ ეს ხომ რგვალი არის და სადღაც აი აქ ამის ცენტრზე გაჩნდება რა, აი აქ. მას bullet point-ი როგორ გამოვაჩინო, აი აქ თვითონ აი აქ იმასთან ხელთან. Move tool-ზე გადართე და ჩამოწიე დაბლა.
მეორე დიახ, თული მოუწოდი როა. ამხანდა. დიახ. დაბლა ჩამოწია. წინ დაუყენე რა. ჩამოწია. ეხლა გამოვიდეთ აქედან, მარცხნივ, enemy, სადაც წეღან სადაც დააჭირე ორჯერ, მაგის მარცხნივ აწერია, ბეგღილაკი ახატია. დააჭერ ამას გამოვა უკან. მერე enemy მოვნიშნოთ, prefab-ი. და მარჯვნივ, ისა, script-ში უნდა ჩაუწეროთ ჯერ, script-ში შევიდეთ ახლა. და ზევით დაუწეროთ public transform bullet point. ეს transform რაღა შვება? Transform არის transform-ის ტიპის კომპონენტი. ეს transform-ი შეგვიძლია შეინახო ნებისმიერი ობიექტის. Transform-ში ხო არის პოზიციები. დიახ. და ჩვენ ამ bullet point-ის პოზიცია გვინდა, იმიტომ რომ bullet point-ის პოზიციაზე უნდა გავაჩინოთ ის bullet-ი. ამიტომ შევქმნით transform-ის ტიპის ცვლადი, შევინახავთ შეგნით bullet point-ის პოზიციას, transform-ს უბრალოდ და პოზიციასთანაც წვდომა გვექნება, რა ხან transform კომპონენტთან წვდომა გვექნება. დიახ. ეხლა აქ ჩავწეროთ, აქ რო გვიწერია transform.position, bullet-ის მერე მძიმის მერე transform.position. Transform-ის ნაცვლად ჩავწეროთ bullet point. ანუ bullet point.position. ახლა მივხვდი, აქ უკვე ანუ ის bullet-ი დასპაუნდება, ანუ აქ bullet point-ს bullet-ის პოზიციაზე ზუსტად. enemy-ის წინ. კი, სადაც ჩვენ დავაყენეთ წეღან. ეხლა რომ დავასეივებთ ამას და გადმოვალთ აქეთ, enemy-ის prefab-ი მოვნიშნოთ და მარჯვნივ script-ზე რო ჩამოვსკროლოთ, გამოჩნდება bullet point და non transform ეწერება, იმიტომ რომ გავიმეორებ public transform რო შევქმნით აქ. დამასრულებინე. Public transform რო შევქმნით აქ და bullet point-ი დავარქვით. მარჯვნივ აი აქ გამოჩნდა bullet point-ი. ჯერ script-მა არ იცის რა არის ეს bullet point-ი. აი აქ შენ თუ უთხარი რომ bullet point-ის პოზიციაზე გაჩნდეს, ამას რო ცდის კომპიუტერი, ვერაფერს ვერ იზამს თუ bullet point-ში არაფერი არ არის ჩაგდებული. აი non transform რო წერია, ნიშნავს რომ არაფერი არ არის ჩაგდებული. რასაც ჩავაგდებთ, იმის პოზიციაზე გააჩენს. ეხლა ეს bullet point-ი ხო არ ჩანს. ორჯერ დავაჭიროთ ისევ enemy-ს რომ შიგნით შევიდეს და ეს bullet point-ი გამოჩნდება. წამოვიღოთ მერე მარცხნიდან bullet point-ი და ჩავაგდოთ აქ. ახლა მითხარი რას მეუნებოდი. მას რაღაც შეცდომა მქონდა script-ში და გამოვასწორე უკვე მას. არ დაგავიწყდა სამშაბათი. წინ ჩამოწიო კიდევ მე bullet point-ი მას კიდევ შიგნით შედის. ჩაუგდე ეს bullet point-ი enemy-ის? კი. Okay. კაი, გავტესტოთ აბა. მას რაღაც მომენტებში შიგნით შედის მას თუ და იმიტომ რომ ის ხო მუდმივად მოძრაობს და ეს რო ჩდება სანამ მოძრაობას დაიწყებს, მაგიტო. არა უშავს, ესეთი ის მაინც არ გვექნება, რა ქვია. მარტო გრევით სკეილით არ იმოძრავებს ეს bullet-ი. ეხლა როგორც გვიწერია, გრევით სკეილში 3 რომ იწერია მე bullet-ზე, bullet enemy-ზე, მაგითი არ იმოძრავებს. ეხლა უნდა გავაკეთოთ, რომ აი player-ისკენ ისროლოს ხოლმე რა. ეხლა ხო წინ ისვრის. წინ კი არ გვინდა რომ ისროლოს, არამედ player-ისკენ. სადაც player-ი იდგება იმ წამს, როცა ეს bullet-ი გაჩნდება. მაგისკენ წავა. თუ გამოძრავებ player-ს აიცდენ. თუ არ გამოძრავებ და იგივე ადგილზე დარჩები, რა თქმა უნდა მოხდება. ეგეთ რაღაცას გავაკეთებთ. მას მე ჩემთან არ მუშაობს. გაზიარება. bullet point-ი ჩაუგდე? კი. აბა მოჩვენ. აი errors მიწევს. არა, ეს ის არის, ედიტორის ერორი არის. მაგრამ ეს მაინც არ მუშაობს, აი. აი მას არ ქვევით არ ჩამოდის. არა, ქვევით არ ჩამოდის გრევით სკეილის გამო, თორე გაჩენა ხო მუშაობს.
Gravity scale-ში არ გიწერია. Bullet-ის gravity scale-ში. Bullet-ის. აუ, ამას არც მიგიბია rigid body, ხო, rigid body მიაბიდა. მაგრამ 0 ჩაუწერე gravity scale-ში, იმიტომ რომ არ ვაპირებთ მაგითი გამოძრავებას gravity scale-ით. ამიტომ ბარემ 0 ჩაუწერე, იმიტომ რომ მეც 0 უნდა ჩაუწერო ახლა. დიახ. ხო. კაი, ახლა მეც 0-ს ჩაუწერ. Bullet-ის rigid body-ს უწერთ gravity scale-ზე 0-ს, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ახლა ესე თავისით ვარდებოდეს. არამედ გვინდა რომ კოდში ეწეროს, რომ იმოძრავოს იმისკენ, player-ისკენ. Okay. საიდან გვირჩევნია? მას players-კენ თუ იმოძრავ, ხო ყველა შემთხვევაში მოკლდება player-ი. არა, წეღარ მაგიტო გითხარი თუ მისმენდი. Player-ის რო იდგება, bullet-ი რო გაჩნდება, წავა player-ისკენ, სადაც დგას იმ წამს player-ი bullet-ის გაჩენის დროს. მაგ დროს გაიგებს bullet-ი player-ი სად დგას და წავა მაგ მიმართულებით. შენ player-ს თუ გაწევ იმ ადგილიდან, ეს ისევ მიმართულებით ივლის. კი არ გამოგეკიდება? მას მივხვდი. ეგ გითხარი წერა. კი, მივხვდი მას. არის კოდი მაგალითად, რომ ეგრე თუ გინდა რომ მუდმივად გამოგეკიდოს, მასე ჩაწერე რომ მუდმივად გამოგეკიდოს, მაგრამ ეხლა არ გვინდა ჩვენ ეგ. ეგეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ხო და ეხლა ვფიქრობ, აქედან ჯობია bullet clone-თან რახან კავშირი გვაქვს. აქედან ვიპოვოთ player-ის პოზიცია. როცა გამეორებს ხოლმე და bullet clone-ი აქედან გაუშვათ თუ ცალკე სკრიპტი შევქმნათ. მოდი აქედან ჯობია. enemy-ს ვაპოვნინებთ იმას. players. კაი. ეხა ზევით შევქმნათ აი თქვათ public transform-ი გვინდა. player დავარქვათ. რომ player-ის პოზიცია ვიცოდეთ აქედან. ამ enemy-მ რო იცოდეს, enemy script-მა რო იცოდეს player-ის პოზიცია, იმიტომ რომ player-ის პოზიციისკენ უნდა გაუშვათ bullet-ი, ხო? მაგით გვჭირდება transform-ის ტიპის ცვლადი, რომელსაც player ერქმევა. იმიტომ რომ player-ის transform-ს შევინახავთ ამაში და player-ის transform-ზე თუ წვდომა გვექნება, შესაბამისად პოზიციაზეც გვექნება წვდომა. გვეცოდინება სად დგას. რა პოზიცია აქვს. მას bullet target რო დავარქვა თუ ჭირს რამე? არა, რა შეიძლება დაარქვა bullet target-ი. Okay, ახლა ნახე რა პრობლემა იქნება ამას, ესე რომ დაასეიო, აი public ხო არის და აპირებ რომ player-ის transform-ი შეინახო მაგაში. რო გადმოხვალ აქ enemy-ს რომ მონიშნავ, ახო გამოჩნდება player და non transform ეწერება. ნახე ხე player-ს წამოვიღებ. და არ ვარდება შეგნით. იმიტომ არ ვარდება. ასე transform-ია. როგორ? transform-ი რო არის მაგიტომ. არა, მე player-ს ხო player-ია მას. player-ს ხო აქვს transform, ნუ ჩავარდეს. player-ს როგორ ჩავამატებთ? როგორ არა კაცო? მომისმენთ ერთ წამს. ნუ ურევთ რაღაცეებს. ანუ player-ს აქვს transform-ის კომპონენტი. ანუ transform-ის ნებისმიერ ცვლადში შეიძლება ჩაგდებას. უბრალოდ ახლა იმიტომ ვერ აგდებ, რომ ერთი პრინციპია აქ unit-ში რა. prefab-ში, ანუ prefab-ის სკრიპტზე, აი აქ ცვლადზე ჩვეულებრივ ობიექტს ვერ ჩააგდებ, სცენის ობიექტს. სხვა prefab-ის ჩაგდება შეგიძლია. აი თქვათ რაღაცა ეს რო ჩავაგდო რაღაც bullet fin-ი, მაგას ჩაიგდებს. აი ჩავარდება. ანუ ჩვეულებრივ ობიექტს, ანუ სცენაში მყოფ ობიექტს ვერ აგდებ prefab-ზე რა. ამიტომ სხვანაირად უნდა მოვძებნოთ player-ი, ანუ ხელი ჩაგდება არ შეგვიძლია. გამოვიდა რომ ხელით ვერ ვაგდებთ. ანუ ხელი ჩაგდებით ვერ ეცოდინება player-ის პოზიცია. ანუ ეხლა სხვანაირად უნდა ანუ game object-ი არ უნდა იყოს. prefab-ი უნდა იყოს, game object-ი არა.
ერთი ვარიანტია რომ პრეფაბად ვაქციოთ ეს, მაგრამ ჩვენ პრეფაბის ის პოზიცია კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის სცენაში აქტიური ობიექტი როა პლეიერი, მაგის პოზიცია. ამიტომ სხვანაირად უნდა ვაპოვნინოთ რა. და შეგვიძლია რომ ვაპოვნინოთ აქ. აი სანამ სპაუნს გააკეთებს და სანამ გაუშვებს ბულეტს, მანამდე იპოვოს ხოლმე ჯერ პლეიერის ტრანსფორმი. და მერე გაიგოს მაგის პოზიცია და მერე გააჩინოს ბულეთი და მერე გაუშვას ბულეთი მაგის მიმართულებით. აი აქ შეგვიძლია სპაუნ ბულეტში გავაკეთოთ ეგ. ეხლა ეგ როგორ უნდა ვიპოვოთ? ორი ვარიანტია რა. ერთი ვარიანტი არის ობიექტის სპაუნის ესე სკრიპტიდან თეგის მიხედვით. აი players ეხლა არანაირი თეგი არ გააჩნია, მაგრამ შეგვიძლია მოუნიშნოთ, აი player თეგი არსებობს უკვე აქ unit-ში. შეგვიძლია ამ თეგით ვაპოვნინოთ. ანუ ისეთ ობიექტს იპოვის, რომელსაც რაღაც კონკრეტული თეგი აქვს რა. ან მეორე ვარიანტია რომ შეგვიძლია რაღაცა კომპონენტით იპოვო ობიექტი. და ეგრე დაუკავშირდე. სცენაში ობიექტს იპოვის, რომელსაც player script-ი აქვს მიბმული, მაგალითად ეგრეთ შეგვიძლია. მოდით თეგით გავაკეთოთ. ჩამოშალეთ ეს ან თეგს დააჭირეთ აქ თეგზე, player-ის თეგზე და აირჩიეთ player-ის თეგი. აქ შექმნილია უკვე player-ის თეგი და პირდაპირ შეგვიძლია ავირჩიოთ. ანუ გვეცოდინება რომ player-ს აქვს player-ის თეგი. გაგითეთ? კი. ოკეი. ეხლა შევიდეთ script-ში და აქ დავწეროთ რომ player უდრის აი ეს აქ რაც დავარქვით transforms მაგას გულისხმობთ. game object წერტილი და finds რო აკრიფავთ. გამოჩნდება find game objects with tag და find game object with tag. ანუ ერთი მრავლობითი წერია ესით. მეორე მხოლობითი, ესის გარეშე. მას მე players რო წერ, აი რო player pref ადაქცევს. player prefs და ამწვანებს. იმიტომ რომ შენ player ხო არ დაარქვი აქ, შენ დაარქვი target bullets დავარქმევ არ თქვი? ხო. ანუ transforms რაც დავარქვით, მაგას ვაკეთებთ, ანუ რომ ამ transforms-ში რაც დავარქვით, მაგაში შეინახოს ახლა ნაპოვნი ობიექტი, რომელიც player-ი იქნება რა. მაგიტომ ვუტოლებთ players აი ამ ჩანაწერს ახლა. და მას object-ვით ხთაგ თუ objects-ვით, ხაღა მრავლობითი თუ მხოლობითი გვინდა. იმიტომ რომ მრავლობითი ბევრ ობიექტს იპოვის. მერე შეიძლება გამოგვადგეს ესეც და გამოვიყენოთ, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში find game object with tag შეგვიძლია. მხოლობითში. ამას ფრჩხილები აქვს თავისი. მერე tag-ი უნდა მიუთითოს string-ად, ანუ შიგნით ბრჭყალები ჩაუწერეთ, წითელი ბრჭყალები და player ჩაწერეთ დიდი პუთი, აი ზუსტად tag-ი როგორც გამოიყურება ეგრე. წეღარო tag-ი მოვნიშნეთ, დიდი პუთი წერია და ზუსტად ეგრე დაწერეთ აქაც. და მარჯვნივ ხო, და მარჯვნიდან, ჩხილის მარჯვნიდან რო გადმოხვალ, წერტილი დასვით და transform. იმიტომ რომ ხო transform-ი უნდა შევინახოთ, ეს transform-ის ტიპის ცვლადი არის და აქ რო ეს game objects იპოვის თვითონ ამ tag-ის მიხედვით, player-თან მივა მაგას იპოვის და მაგის transforms შეინახავს აი ამაში, player-ში. თან ისა ანუ რო იწყებ წერას ხო გიჩვენებს ხო ჩამონათვალს და ეგ ის კუთხეში არის გაჩერებული ვერც მომჟო ვერც ვერაფერი. თავიდან დაიწყება წერა, წაშალე და წერტილი თავიდან დასვი და find თავიდან აკრიფე. არა, მაინც დატოვებული. game object დიდი გითი წერია? game object დიდი გითი წერია თუ არა? კი, დიდი გითი მიწერია. აი მაჩვენება რას გულისხმობ, ვერ მივხვდი, ანუ გაჩერებული რას ნიშნავს? სად არის გაჩერებული? აი ეს. აბა. იქ რა იქ აჩვენებს მარტო. გიჭედავს მე მგონი და მაგიტო. წაშალე ეს წერტილი. თავიდან დაწერე ეს ტ.
არა, მაგ ყველაფრის თავიდან დაწერა არ არის აუცილებელი. უბრალოდ ის მას ჩვენ მობაილის ვერსიის ანუ გაკეთებას გავივლით ანუ რო კი. დავბილდავთ. კი. მას შეიძლება შემეძლება მე ეგ ფაილი გადაუგზავნოს და ნახოს, ხო? კი. ანუ ლოგიკურად განსხვავება არ არის, ანუ შენ თამაშება მაინც გადმოწეროთ, მაგრამ საჯარო საიტებზე დღეს მოვალ დადება თორე. შეიძლება გადმოაწერიოს სხვასაც. კი. გადატვირთე მოდი Visual Studio. წაშალე ეს ბული და ისქენი გამორთე რო არ გაგიეროროს. და ასევე გამორთე და თავიდან ჩართე. რაღაცა მაურია ეტყო. Unity არ გამორთო, უბრალოდ Visual Studio გახსენე ახლა. გაისკრინა შევავს. კაი მიდიება. გახსენე? იხსნევავს. გაიხსნა, მაგრამ ახლა იმას არ მიჩვენებს, თვითონ იმას არ მიჩვენებს. რას? ნუ აი წერას რო დაიწყებ, ხო გიჩვენებს ჩამონათვალს. დაელოდე ჭედავს ეგ. ანუ შევამჩნიე რომ ჭედავს და მას რო აკრეფე ხოლმე ჩემთან დაელოდეს. წვიას აღარ ასპაუნებს. როგორ? მას ჩემთან წვიას აღარ ასპაუნებს მას ისა enemy. იყოს ჯერ, ანუ დავასრულოთ რა ჩაწერა და მე გავტესოთ ყველაფერი. დიახ. აი გამოსწორდა მას. ხო. ნახეთ. გადაწერე მიდი. ამას გვეუბნება რომ game object-ი პოვის ანუ tag-ით. კი. player-ი აი აქ და მაგის მოძებნის იმას აიღებს. აი აქ მოძებნის ისეთ ობიექტს, რომელსაც player-ის tag-ი აქვს. და მაგის transforms შეინახავს აი ამაში, აი ამ სახელში. ანუ ჩვენ რო ხელით ვაგდებთ ხოლმე, მაგას გააკეთებს თვითონ რა. ამ მოძებნით. იმიტომ რომ ხო ნახეთ რომ ხელით ჩაგდება არ შეგვეძლო, იმიტომ რომ ეს prefab-ის სკრიპტი არის და prefab-ში ვერ ჩავაგდებდით სცენაში არსებულ players. შესაბამისად ეს იმ prefab-ის enemy prefab-ის კლონები რო გაჩნდებიან, სანამ spawn ანუ გვეუბნება რომ მოდიშით მას იქვეუნება რომ player-ის ახალ ვერ ვაგდეთ, ანუ player-ის მაგერად იყოს ეს game object-ი და მისი transform-ი. ანუ player-ის უნდა დაიწერება transform-ი player-ის tag-ით. player-ის transform შეინახავს ამაში, კი. მეხუთე. გაბრიელ დაწერე შენს? ოკეი. ეხლა გამოვთვალოთ direction-ი, ანუ მიმართულება რა, player-ისკენ რო წავიდეს. player-ისკენ მიმართულება ხო იქნება, აი თქვათ enemy რო აქ იქნება, ეხლა სატესტოდ რო ჩავაგდო უბრალოდ. აი აქ რო enemy არის და აქ player-ი. მიმართულება, ანუ direction-ი იქნება ამის პოზიციას, აი ამ vector sums position-რაც უწერია, გამოკლებული
თავისი პოზიცია, ამ enemy-ის პოზიცია. ეგ იქნება მიმართულება რა, ამას რომ ამის პოზიცია გამოვაკლო. თუ ვთქვათ, აქ იქნება, აქეთ იქნება, ამის პოზიციას გამოვაკლებს ამის პოზიციას ისევ და უკვე ეს იქნება მიმართულება. ნუ საითაც ეყოლება, მოკლედ მასე გავიგებთ მაგის მიმართულება, საით წავიდ, საით ესროლოს და იქით ესვრის რა. ხო და მიცადე, წავშალო ისევ. ანუ მას player-ის საპოზიციო როცა არის მაგალითად x-ზე 5 ხო, და enemy-ის 2 მას, აი 5 გამოგლებული 2 ხო არის 3. კი. ანუ x-ის მაგალითად ჩაწერს 3-ს და ანუ მან რო გაუშვებს ანუ არ მოხდება players არა, 5-ზე 3-ზე კი არ როცა გაუშვებს, იქნება. ანუ მიმართულება იქნება ეგ უბრალოდ. ანუ მიმართულება იქნება რა. ანუ უყურე ხა მე და შე რო ვდგავართ. და დიახ, მე რომ მინდა რომ შენსკენ გამოვიქცე. დიახ. ანუ ხო შენი მიმართულებით თუ წამოვიდე. და აი რაღაც ანუ ვექტორი რო 5, გაჭიმო როცა რა, რაღაც ჩემი ხაზი არის. რო გაჭიმო, რა. ანუ ჩემი ვიცი როცა არის 5, 5-ისკენ უნდა წამოვხვიდეთ თქვენს მას. ხო, ანუ ესენი ხო ვექტორებით დადიან რა, ყველა ობიექტი რო გადაადგილდება, ყველას რაღაცა ვექტორი უწერია აქ, კოორდინატები. და რაღაც ეგრე იღებენ მიმართულებებს. ხო და აი თუ აქ იქნება მაგალითად, ხა, ამის პოზიცია რო გამოვაკლდება, ანუ x-ი და y-y, წავა მე ამის მიმართულებით. და ეგრე იზამს დიაგონალზეც რა. ანუ მაგ გამოდის რომ ეგ ტოლია მაგათ შორის მანძილი თუ ხო რა ამათ შორის პოზიციების სხვაობა იქნება direction-ი, ანუ მიმართულება. აი ხა ჩავწეროთ, მოდი. რა ქვია, ვექტორ 3 შევქმნათ აქ. მას ეგ ვექტორი რა შვება. წინაზე თქვით. ანუ ვექტორით მოძრაობენ ესენი ზოგადად თამაშის ენჯინებში, ობიექტები, ყველა ობიექტი მოძრაობს ვექტორებით. ანუ ვექტორი არის მიმართულება რა და რაღაცა კოორდინატები რა, აი თქვათ რაღაც სადღაც რო დააგდებ ობიექტს, რაღაცა ვექტორი გააჩნია მაგას. აი ეგ ვექტორი არის position-ი თქვათ. rotation-იც ეგ არის. scale-იც ეგ არის, scale-იც ეგ არის გაკეთებული. ეხლა ჩვენ შემთხვევაში პოზიციას განვიხილავთ ჩვენ და მაგიტო position-ზე ვამბობთ. ეგრე გადაადგილდებიან რა, სხვანაირად ვერ გააკეთებ ამათ გადაადგილებას. ეხ. ანუ ჩვენც ეხლა ამას რო ამოძრავებთ. რა ქვია, player-ის კოდი რო გვიწერია. აქაც ხო ვექტორი გამოვიყენეთ ამის მოძრაობისთვის. გახსოვს? აი RB velocity-ც ვექტორი არის. რომელსაც რომ მიუთითებ, წერა მაგას გადავხედე კი მას, გადავხედე წერა მაგას. რომ მიუთითებ ამ ვექტორს შიგნით x და y-ს. მაგ მიმართულებით უშვებს რა. მაგისთვის გამოიყენება ვექტორები. რომ ან რაღაც მიმართულებით გაუშვა ობიექტი, ან პირდაპირ რაღაცა პოზიცია მიანიჭო, ვთქვათ, კოორდინატები და იქ დასვა. ჩავწეროთ ახლა აქ ვექტორ 3. როგორ დავარქვათ? direction to player, მოდი ესე ერქვას. ანუ მიმართულება player-ისკენ რა. ანუ მაგ კოდი არ არის ჩვენი გამოგონილი. ხო, ეს ჩვენი ის არის, ჩვენ დავარქვით. direction to player უდრის player წერტილი positions minus თავისი პოზიცია transform წერტილი position. ანუ enemy-ის პოზიცია რა, enemy სადაც არის. რომ ეგ direction-ი ეგრე გამოთვალოს. ანუ საითაც მიდის, საითაც უნდა გაუშვას მაგის პოზიციას გამოკლებული თავისი პოზიცია. და იმისკენ გაუშვებს. და ქვევით ახლა
ამას ხო შეარჩევს. მოიცა. აქ players იპოვის, აქ direction შეინახავს, direction to player-ში აი ამ ვექტორს ამ შეინახავს ამას. და ეხლა უნდა უთხრათ, რომ მე გააჩინოს, მე იყოს გაჩენა და გაჩენის მერე უნდა უთხრათ, რომ იმოძრაოს თვითონ bullet clone-მა. ამ direction to player-ის მიმართულებით. გამოყენებით bullet clone წერტილი get component rigid body 2D ჯერ rigid body 2D-ს უკავშირდებით. get component-ი bullet clone-ის აი ამის კლონი რო გაჩნდება სცენაში, აი ამის rigid body-ს უკავშირდება რა, get component-ი. მასე გვერ გავიგე bullet clone-ი რა შევა. bullet clone-ი არის ახალი გაჩენილი bullet-ი, სცენის bullet-ი. უკვე ამის კლონები ხო ჩდება? აი აქაც ხო ხედავ ხოლმე ვიზუალურად ხო ჩანს bullet clone ეწერება. აი ხედავ bullet enemy clone, bullet enemy clone, bullet enemy clone. ყველას ეგრე ქვია. მას კლონ ჩხილებში არ უნდა იყოს მერე. რა? bullet clone. სად? ან კლონი ჩხილებში არ უნდა იყოს. არა, ეგ სახელი ერქმევა იმას უბრალოდ და აქ კიდე შესაბამისად დავარქვით ეხლა რა საჭიროა რომ აქაც ფრჩხილები ერქვას. ანუ იგივე სახელს ხო არასდროს არ ვარქმევთ. ვარქმევთ შესაბამის სახელს, რომ აი ლოგიკურად მივხვდეთ ხოლმე, რომ აი bullet clone-ში გულისხმობთ იმ ფრჩხილებიან bullet clone-ს რა. ოღონდ ფრჩხილების დაწერა არ გიწევს უბრალოდ. ხო მარტივი მისახვედრია. ნუ ურევ მაგათ ერთმანეთში, ანუ იქ რო bullet clone ფრჩხილები ქვია. მაგას ნუ ურევ ამ ცვლადის სახელში. ამაში კი ვინახავთ მაგ ფრჩხილებიან კლონს, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ აქაც ფრჩხილები დაწერო. თუ მაგ bullet clone-ის ფრჩხილებიანი კლონის სახელთან გინდა წვდომა, აი სახელი გინდა შეამოწმო ან რა ქვია გაიგო ან რაღაც ეგეთი. მაშინ რა თქმა უნდა გჭირდება ფრჩხილები და ანუ თუ შემოწმება გინდა შეამოწმებ, რომ აი ფრჩხილებიანი კლონი ხო არ ქვია მაგ ობიექტს. მაშინ დაგჭირდება მაგ შემთხვევაში, მაგრამ ახლა უბრალოდ თუ გინდა რომ რაღაცა ცვლადში, game object ცვლადში შეინახო ის ფრჩხილებიანი კლონი, უბრალოდ არქმევ bullet clone-ს. შეგვეძლო აქ bullet clone-იც არ დაგვეწერა და რა ვიცი, ანუ bullet დაგვეწერა უბრალოდ. ეგეც შეგვეძლო. მიხვდი? აი bullet clone წერტილი ნიშნავს რომ bullet clone-ის რაღაცებს უკავშირდები, get component ნიშნავს რომ component-ს უკავშირდები, rigid body 2D რო გვიწერია get component-ში ნიშნავს რომ rigid body 2D-ს უკავშირდება აი ამას ზუსტად აი ამ component-ს. და აქ გამოვიყენოთ ახლა ეგეთი ის არის. Revit scale-ი. არა. Revit scale-ით ხო გადავწყვეტეთ რომ არ გავაკეთოთ თქო. add force-ი არის ეგეთი ფუნქცია, რომელიც force ანიჭებს ობიექტს, რომელსაც rigid body გააჩნია. force-ი რა არის მას? Force-ი არის რაღაც ძალა. აი ხელი რო გკრა ხა? რა ხო რაღაც force-ით ძალით გადავარდები სადღაც. აი ეგ არის რა. ხელს ვკრავთ ამ bullet clone-ს რა, ამ add force-ით. ანუ ვანიჭებთ რაღაცა ბიძგს, ესე ვთქვათ. add force-ში ჩაუწეროთ ესეთი რაღაცა. Direction to player. აი აქ რაც დავარქვით. აი ეს. გამრავლებული რაღაცა force-ით შევუქმნათ, bullet force-ით, თორე დანელი იქნება. ზევით შევქმნათ, მოდი public float bullet force. მასმე direction to player-ი გამწვანეთ იმას. აფერად. ზუსტად ეგრე ქვია vector sums. vector sums რაც დავარქვით, ეგ უნდა ჩაწერო აქ. ეგ ჩავწერე და იქ vector sums-იც გაფერადებულია. ხო, რავი, არ იქნება პრობლემა წესით. bullet force-ი
აქ მივუთითეთ, აქ გამრავლება რო გვიწერია bullet force-ზე გავამრავლოთ. რომ direction to player ხო ექნება რაღაც მიმართულება და ეგ წესით არ იქნება ძალიან სწრაფი და რაღაცა bullet force-ზე გავამრავლოთ, რომ ცოტა სწრაფი იყოს და მე მძიმე უნდა დასვა აქ. და ჩაწერო force mode-ი. აი force mode 2D წერტილი impulse გამოჩნდება წესით. და წერტი მძიმე ბოლოში. ეს impulse ნიშნავს, რომ აი რაღაც ბიძგი რო ვახსენეთ ზეღარ, მაგი impulse აკეთებს რა. ოღონდ თან ითვალისწინებს მასას იმ ობიექტის. აი შენ თუ რაღაცა დიდი მასის ობიექტზე მოინდომებ ამ add force-ის გაკეთებას impulse-ით. მინიჭებას ამ ძალის, ანუ რო გადააგდო ეხლა რაღაცა ძალიან დიდი ლოდი. ძალიან დიდი მასა თუ აქვს, უფრო დიდი bullet force-ი დაგჭირდება მაგისთვის რა. ანუ მასასაც ითვალისწინებს, შენ რო რაღაც ეტყვი, რომ აი ამ force-ით ეს force-ი მოგენიჭოს, თუ დიდი მასა აქვს მაგ ობიექტს, შეიძლება ძალიან პატარაზე გადაადგილდეს. ანუ მასასაც ითვალისწინებს რა. თუ პატარა მასის არის და ეხლა ჩვენთან bullet-ი პატარა მასის არის თავიდან ობიექტები, უბრალოდ rigid body ორიდეს რომ აბამ პატარა მასა აქვს. თუ შენით არ ჩაუწერე და არ გაუზარდე, პატარა მასა აქვს და შესაბამისად რაღაცა force რომ მიანიჭებ, ნორმალური სიჩქარე ექნებათ რა. და დიდი მასის ობიექტზე მე გენდომებოდა რომ bullet force-ი ჩაგეწერა უფრო მოითხოვდა რომ დიდი ყოფილიყო. მას პაბლიკები მანახეთ რა. ეს დავამატებ მხოლოდ. ახლა მაგარ დავიმატებია და მაგითო გამიწით. მას game object ხო არსებობს ორი სახის, აი g პატარა და დიდი რო უწერი და რა განსხვავებაა? დიდს როცა წერ, აი ამ შემთხვევაში მაგალითად, ეს არის ცვლადის ტიპი, სადაც ვაგდებთ ხოლმე რაღაც game object-ს, ხო მართლა სცენის game object-ს. ან ეხა აქაც რო გვიწერია დიდი g-ი, ეს ნიშნავს, რომ აი სცენის game object-ს ეძებს რა, მე find game object with tag მაგისთვის აქ. ან აქაც რო გვიწერია game object დიდი g-ი bullet clone რო დავარქვით, bullet სცენის ობიექტი შევინახეთ ამ bullet clone-ში. დიდ g-ს მას კიდევ რამე დავამატოთ? არა, ჯერჯერობით. დიდ g-ს როცა წერ, ანუ სცენის game object-ს ინახავ რა შეგნით, ან prefabs ინახავ, game object-ს რა. და პატარა g-ს როცა წერ აქ, ნებისმიერ სკრიპტში პირდაპირ პატარა g-ი რო დაიწყო, იგულისხმებ თვითონ ამ game object-ს, რაზეც სკრიპტი გაქვს მიბმული. კაი, ეს დავასეივოთ. გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ enemy და მარჯვნივ სკრიპტზე გამოჩნდება bullet force-ი. მოდი იყოს 5 სატესტოდ და ვნახოთ როგორი სიჩქარე ექნება. Player-ში არაფერი ჩაგდება არ გვინდა. პრინციპში შეგვიძლია რომ public-იც არ გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ თავის ტიპოვის ხოლმე. პრინციპში რომ ჩავთავთ ეხლა და გაჩდება enemy თავის ტიპოვის, ამას დავინახავთ. აი ჩავთავ ეხლა და ვნახოთ აბა. აუ ძალიან სწრაფია მე მგონი 5-იც. აი enemy clone რომ მოვნიშნო, ნახე player-ის transform ნაპოვნი აქვს. აი ამან იმუშავა რა. ამ კოდმა და იპოვა. მე მგონი 5 ძალიან ბევრია. მას ჩემთან აღარც ისვრის. შეიძლება ვერ დაინახე. აბა ერთს ვცადოთ როგორი იქნება. აი, აბა სცენაში გადავიდე მას. არა არის ის საერთოდ. ხედავ როგორ შვება? კი, მას. უბრალოდ ესე ვდგავარ და რო გავიწიო, ჩვეულებრივ იმ მიმართულებით აგრძელებენ რა ესენი. მას სცენიდან რო გადიან მაინც ისვრიან და ეგ როგორ გამოახსოვოთ? ის ხო გვიწერია გაქრობა და რო გაქრება მე აღარ ისვრის წესით. ხო, მაგრამ სცენიდან რო გადის მაშინაც ისვრი. აი რო აღარ. ციფრი დაამთხვიე ზუსტად ქსენიდან გასვლის დროს და ეგ იქნება. ხო, ან შეგვიძლია რომ რაღაც შეზღუდვა გავუკეთოთ, რომ იმაში რო არის, რა ქვია.
კამერაში რო არის, ან პრინციპში რა შეგვიძლია, იცი, მაგრამ ხო არა, ეგ არ გვაწყობს, იმიტომ რომ გარეთ ვაჩენთ ჩვენ. მაშინ შიგნით უნდა გავაჩინოთ ხოლმე. ანუ ეგეთი კოდიც არსებობს, რომ აი კამერა როცა ვერ ხედავს ობიექტს, მაშინ შეგიძლია გააქრო. ანუ კამერიდან რო გავა, ეგრევე გაქრება რა. განა იმ წამებს დაელოდება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხო გარეთ ვაჩენთ თავიდან. და ას ახლოს როა ნერა ისვენ და შორს როა ძალიან ჩქარა. ერთი ჩაწერე შენს bullet force ერთი გიწერია? კი. ხო, მართალი ხარ. ოკეი, იმიტომ რომ ნახე ახლოს რო ხარ, ამათი სხვაობა directions-ით ვითვლით. ხო, უფრო ნაკლები არის, პატარა რიცხვი არის. პატარა რიცხვებია x და y. და აქ უფრო პატარა რიცხვები მრავლდება მე ამ bullet force-ზე და ნელა მოდის უფრო. ჩვენ ხო ამ direction to player-ის მიხედვით უშვებთ იმისკენ. player-ისკენ და თან force-იც მაგის მიხედვით ენიჭება. და რაც უფრო ახლოს არის player-ის პოზიციას გამოკლებული თავისი პოზიცია ხო მით უფრო პატარა რიცხვი არის. ახლოს როა. დიახ. შესაბამისად აქ პატარა force-ი ენიჭება რა. მაშინ რა შეგვიძლია, იცი? აქ არის ეგეთი კოდი normalize ქვია. აი აქ რო ჩავწეროთ direction to player წერტილი normalize ეს გააკეთებს რას, იცი? რომ ანუ ამის მიმართულებას იგივე ზატოვებს. უბრალოდ ერთიანად აქცევს რა იმ რიცხვებს. აი აქ რო სხვაობა პატარა იყო, პატარა რიცხვებს ხო წერდა და დიდი თუ იყო, შორს თუ იყო, დიდ რიცხვებს წერდა აქ. და ეხლა სულ ყოველთვის ერთიანს ჩაწერს ხოლმე. მიმართულება იგივე დარჩება. უბრალოდ ერთიანს ჩაწერს და მე ჩვენზე არის აქ bullet force-ი რამდენიც ვიქნება, ყოველთვის ერთნაირი სიმძლავრით წავა ხოლმე ეხლა რა. ეგრე გამოვა. აი ეს ჩაუწერეთ. მაგას აკეთებს ეს normalize-ი, რომ აი ნახე makes this vector have a magnitude of 1. ანუ ერთად აქცევს რა, ესე ვთქვათ. და ის ერთი რომ მრავლდება მე bullet force-ი რამდენიც არის, მოკლედ მაგ სიმძლავრით წავა ყოველთვის. უბრალოდ directions იგივე სტოვებს მიმართულებას, აქ რომ მიმართულება გამოთვალა. ეგ იგივე იქნება და მაინც player-ისკენ წავა. და ერთნაირი სიჩქარით ყოველთვის. ხო, ეხლა აქ გავზარდოთ ცოტა 3 მაინც იყოს bullet force-ი და ვნახოთ, აბა. ეხლა ყოველთვის 3 იქნება სიმძლავრე რითიც წამოვა. ხო, ის არის, ძალიან ნელი არის 3. 10 ვნახოთ. მას 5 კარგი იყო ჩემი აზრით. წაღა როგორაც ჰქონდათ მას. კაი იყო 5? ხო, 10 ძალიან სწრაფია, ხო. კაი, აბა 5 ვნახოთ. ოკეი, მუშაობს? მას შეძენა არც ასპაუნებს მას. მასკრიპტი მანახეთ 2 წუთით. ეხ, მას ეკანს გავაზიარებ და ნახეთ ალბათ რა ასპაუნებს. მინდი ამაჩვენე. ხედავთ? კი. აი, კაი, გამორთა. tag player-ი გიწერია პატარა პუთი. სკრიპტში. ხო გითხარი, tags როგორც ქვია, ზუსტად ეგრე უნდა დაწევო, დიდი პუთი. მას აქაც tag-ში მას players პატარა პუთი იწება, აი, tag-ი. ეგ არ არის tag-ი, ქვედა არის tag-ი, ქვედა. რაც აირჩიე, შენით არ აირჩიე? დიახ, დიდი პუ. არ დაუკვირდი მაგას და დიდი პუ დაწერე. და შეუსაბელი ადგილები. დიახ. მაგას რო ვერ აკეთებდა, ეხლა წეღარ რო აერორებდა, მე ვიჭედებოდა და დანარჩენ რაღაცებსაც ვერ აკეთებდა და ეხლა გატესტე და წესით იმუშავებს.
აჰა. შვენიერი. ქართულდა? კი. და ასევე ის იუნიტიც. მას უბრალოდ აი აქ ბულეტში მას ცარიელი ადგილები დარჩა, აი სკრიპტში მას non transformable რო წერია. და non bullet-თან არა, non ეგ წერია. აი მაგაზე არ უნდა გქონდეს მიბმული, ეგ წაუშალე ეგ სკრიპტი. ეგ არის enemy სკრიპტი. ბულეტს ეგ აქვს მიბმული და წაუშალე. ეს კი არ წაუშალო, კაცო, სკრიპტი წაუშალე თქო იქიდან, კომპონენტიდან. მიბმული არ უნდა გქონდეს საერთოდ. enemy-ზე არ უნდა მქონდეს? enemy-ზე უნდა გქონდეს და გააქვს კიდეც. ბულეტსი არ უნდა გქონდეს. ბულეტს მაჩვენებ ხა შენ. რომ ბულეტს ეგ აქვს მიბმული და არ უნდა გქონდეს ამ ბულეტზე. დაუკვირდი. ვსო? enemy-ს აქვს და უნდა გქონდეს კიდეც. დიახ, მივხვდი. მას საქმე ლეველებსაც დავამატებ და კარგი იქნება. აჰა. ოკეი, ეხლა შენ რო თქვი, ანიმაციაც აქვსო ამასო, სროლისო, გაუკეთოთ ეგეც. გავაზიარებ ხა და გაუკეთოთ. მას კოდი მანახეთ ვურწა. გამანდო და ვერ გადავწერე. აი ეს დავამატეთ ბოლოს. გატესტება მუშაობს? მას გაჭედა ძალიან ხმამ და აუ. ჩემო ინტერნეტმა გაჭედა შეიძლება? გაბრიელ, გატესტე მუშაობს? მას გავტესტავ ახლა. აჰა. მას ძალიან ნელა მოდის. bullet force-ი ამდენი გიწერია? ნახო. აუ, 0 მიწე. ხო. ხუთი ჩავწერეთ ჩვენ და ნიკოლოზ არის მის შენი ხმა წდება და ეს ანიმაცია. რა არის? მას აი მუშაობს შენთან. აჰა, შვენიერი. კაი. ეხლა შეხედეთ ჩემს მას ახლა წერა შემიხმა? ახლა აღარ. ამისი ანიმაცია ეხლა რო ჩავაგდოთ, არის spaceships რო ქვია ფოტოებში. აი ეს 4 ის რო არის, ხო? 4 ფუცალი ფოტო არის, აი ყვითელი ის რო აქვს ეფექტი წინ. ეგენი გვინდა. 4-ვე მოვნიშნოთ, გაგახსენებთ. პირველს რომ მოვნიშნავთ ერთი დაწყაპუნებით, მერე shift-ზე უნდა გვეჭიროს და მერე მე-4-ს დავაწყაპუნოთ და მოინიშნება 4-ვე. მოინიშნა? და გადავიტანოთ სცენაში, ხო? მაგრამ ეხლა ნახე, სცენაში ცალკე არ უნდა გადავიტანოთ რა. იმიტომ რომ ცალკე game object-ი შეიქმნება და ეგ არ გვაწყობს. ჩვენ გვინდა რომ აი ამ prefabs მას ვიცი ეგ მახსოვს თვითონ enemy-ს უნდა მივიცეთ და მაგით წეღარ რომ game object-ში როცა არ არის enemy როგორ უნდა მივიცეთ? ხო. ნახე, შეგვიძლია ჩავაგდოთ, გადააგდე სცენაში. გადააგდე? ანიმაცია სადავარ ხო? არა, ჯერ ეს გადააგდე enemy სცენაში? ანიმაცია არ გადააგდო. enemy არ გადამიგდია მე. ხო და გეუნები რომ არ გადააგდოთ ხო, cancel-ს დააჭირე, არ შექმნა ისე რა ქვია, ანიმაცია. მას დავაკენსელებ. ხო. გადააგდე enemy, ანუ enemy-ს prefab-ი.
რაც უკვე გაკეთებული გვაქვს. სცენაში ჩააგდე უბრალოდ. ჩააგდე? ახლა მივცეთ ანიმაცია. კი. და პრეფაბს მივიწეთ ანიმაცია, ხო? ახლა ხო, აი სცენის ობიექტი რაც არის enemy, მაგას ჩაუგდოთ ეს 4 ფოტო. 4 ფოტო მოვნიშნოთ, პირველიდან წავიღოთ და ჩაუგდოთ აი ამ enemy-ს, სცენაში რაც არის გალურჯებული enemy როა. როა უშვებთ new animation-ს არ გვაქვს თავისით და ჩვენ დავარქვათ enemy shoot. Save. და აი სამკუთხედი შეიქმნება მარტო. მას ჩვენთან 4 კუთხედი შეიქმნა. მაშინ არასწორად გააკეთე. ანუ წაშალე 4 კუთხედი. სამკუთხედის და თავიდან მაშინ enemy და ერთი წამი შეიძლება ჩაგიგდია, ამოვარდა მე. შეიძლება- გააზიარე ერთ წამს რა, ის რა ქვია, გაბრიელ, მიდი გააზიარე. მაგიდო. არის მის ნიკოლოს. უყურე, ახლა ეს ანამ ჩააგდებ, enemy მონიშნე, გაბრიელ. სცენის enemy. ანიმატორი გამოაჩინე მარჯვნივ, აი ჩაკეცილი რო არის კომპონენტი, მარჯვნივ, არა, კომპონენტი. აი ეგ, rigid body-ს მაღლა როა, გამოაჩინე. ხო, კონტროლერი აქვს. კაი, ეხლა მონიშნე ქვევით ის 4-ვე ფოტო. პირველს მოკიდე, წაიღე და აი enemy-სთან რომ მიიტან, ცოტა ნელა მიიტანე. ხო? კიდე, აი. ჩააგდე. აუშვი. დაარქვი enemy shoot. Save. აი მარტო სამკუთხედი შეიქმნა. კაი, ნიკოლოს შენთან ეს კუთხედი ახლა ანიმაციებს, ხო? ეგ ანიმაციების ფოლდერში გადააგდე. მასთან იმუშავა მას სამკუთხედი და პრეფაბ ესე გემოვიჩნდებიან და წავშალე enemy. იქ სცენიდან, ხო? კი. ხო. კაი, ეს enemy shoot-ი ახლა თვითონ ანიმაცია სამკუთხედი გადავიტანოთ იქით. ხო გაზიარებული მაქვს. Animations folder-ში გადავაგდოთ და ხო, ჯერჯერობით შეგვიძლია დავტოვოთ ის მონიშნული რახან გვაქვს ეს enemy ანიმატორში. ვიცოდე ანიმატორს არ მიჩვენებს, ერთი წამით. ახლდან გამოვაჩინო. ხო, ანიმატორს მას თავიდან თუ არ ჩავაგდე ხოლმე ისე არ მიჩვენებს. ხო, ჩემთანაც ეგრე არის რაღაცა ჭირს იმას. ედიტორის პროგრამა. მას ეგ როგორ უნდა გამოვაჩინო? ზევით window, animation და animator. მაგ გადავედი, მაგრამ არ მიჩვენებს იმ 4 კუთხედს. enemy უნდა მონიშნო, enemy მონიშნული უნდა გქონდეს სცენაში. მონიშნული მაქვს, მაინც არ მიჩვენებს. დახურე, close tabs დააჭირე და თავიდან დაამატე window, animation, animator. როგორ დავამატე? Window, animation, animator. ახლა გამოვაჩინე. კაი, ეხლა აქ პარამეტრებში გადადით ანიმატორში. აი ლეიერებში შეიძლება იყოს და პარამეტრს დააჭირეთ, იქვე აწერია. მერე პლუს დააჭირეთ მარჯვნივ და შევქმნათ ტრიგერი. აი როგორც იქ გავაკეთეთ ზუსტად ეგრე. დავარქვათ ამას shoot. დავატრიგერებთ enemy shoot-ის ანიმაციას. გადავიყვანთ მაგაზე რა. shoot დაარქვით. დაარქვით? დიახ. ოკეი, ეხლა enemy fly-დან გადავიყვანოთ enemy shoot-ზე. enemy მას fly-ზე თავიდან შეგიძლიათ ჩაავატოთ შუთი. პლუსი, ტრიგერი და shoot დაარქვი.
ეხლა enemy fly-ზე mouse მარჯვენა ღილაკი make transition. ესეთ თეთრი ის არის გაჩნდება. მივაწყაპუნოთ enemy ასე shoot-ზე. შუთი სად იქნება მერე? ამ შუთს დაუკავშირდები და ჩავრთავთ. და ეს გადართავს ამაზე enemy shoot-ზე. მოიცადეთ ცოტა ხანი გავაკეთებთ და გაიგებთ მერე. და ერთხელ უკვე გაკეთებული გვაქვს ეს player-ის შემთხვევაში. enemy fly-ზე mouse მარჯვენა ღილაკი make transition და მივაწყაპუნეთ enemy shoot-ზე. გადადის enemy shoot-ზე. ეხლა პირიქითაც გადმოვიყვანოთ. enemy shoot-ზე make transition და მივაწყაპუნოთ enemy fly-ზე, რომ უკანას დაბრუნდეს. გაკეთა? იო. ოკეი. ახლა მოვნიშნოთ enemy fly-დან რომ enemy shoot-ზე გადადის. ეს თეთრი ის არის. დავაჭიროთ მაგას, მოინიშნება, galurjდება. მარჯვნივ გაუჩნდება რაღაც კომპონენტები. hexi time გაუთიშოთ. იმიტომ რომ არ გვინდა რომ დამოუკიდებლად გადავიდეს, hexi time-ით გადადის დამოუკიდებლად. რაღაც exit time აქვს და ის რომ ამოიწურება, გადადის თავისით. ამიტომ ეგ არ გვინდა. მერე setting-ებში ჩამოვშალოთ და transition duration-ს გავანულოთ. იმიტომ რომ რაღაც დაყოვნება არ კონდეს ამ transition-ს, ანუ გადასვლას. ანუ ჩვენ რო ვეტყვით რომ გადავიდეს, transition duration-ში თუ რამე რიცხვი უწერია 0.25 რო ეწერა წეღან. 0.25 წამი მოიცდის და მერე გადავა რა. იმ თქმიდან, ანუ რო ეტყვი რომ გადადი, 0.25 წამის გასვლის მერე გადავა. და 0-ს იმიტომ უწერთ რომ აი რო ვეტყვით რომ გადადი, ეგრევე გადავიდეს. ანუ 0 წამი დახარჯოს მაგაზე. გადასვლაზე რაღაც დაყოვნება რო არ კონდეს რა. და ქვევით conditions რო აწერია და list is empty რო აწერია და პლუს და მინუსი რო აქვს მარჯვნივ, მან დავამატოთ პლუსით shoot, თავისით დაემატება პლუს რო დააჭერთ, shoot-ს ჩააგდებს თავისით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს shoot რო მოხდება, ანუ ეს ტრიგერი, რო ჩაირთვება, ჩვენ რაც შევქმნით. მოხდება ეს გადასვლა, ეს transition-ი შესრულდება რა, fly-დან გადავა shoot-ზე. გაგეთეთ? იო. ოკეი. ეხლა shoot-დან fly-ზე რო გადადის, ეგ transition-ი მოვნიშნოთ. თეთრი ის არის. აქ hexi time-ი დავტოვოთ ჩართული, იმიტომ რომ shoot-ზე რო გადავა ხოლმე, მე გვინდა რომ თავისით გაითიშოს. აქ condition-ი აღარ გვჭირდება რა. ამიტომ hexi time-ს ტოვებთ, setting-ებს რო ჩამოვშლით, exit time-ში 1 ჩავწეროთ, რომ მთლიანად გააკეთოს ის ანიმაცია და მე გადავიდეს თავისით და transition duration-ი გავანულოთ, რომ ეგრევე მოხდეს გადასვლა რა, როცა მოინდომებს გადასვლას fly-ზე. მას condition არ დავამატოთ. Condition აქ არ ჭირდება, იმიტომ რომ თავისით გვინდა რომ დაბრუნდეს fly-ზე. ანუ shoot-ს ვატრიგერებთ და მე თავისით ითიშება რა. მაგით არ უთითებთ აქ conditions. შეგვეძლო ვთქვათ, რომ აი ბული გავუკეთებინა და condition-ში მაშინ ორივეს მოვნიშნავდით, ანუ გადასვლის შემთხვევაში, shoot-ზე გადასვლის შემთხვევაში აქ მოვნიშნავდით ის ბული რომ true ყოფილიყო, ეგ გადართავდა shoot-ზე და მე გადმოსვლისას shoot-დან fly-ზე აქ მოვნიშნავდით, რომ ის ბული false-ი როცა არის, მაშინ გადმოვიდეს fly-ზე, ისევ დაბრუნდეს რა. ანუ ორივეზე condition-ი გვექნებოდა ბულის შემთხვევაში. აი აქ თუ ბულს შევქმნიდით. მაგრამ მაგ შემთხვევაში მოგვიწევდა რომ უბრძანებდით, რომ ის ბული თუ გამხდარიყო, რომ fly-დან shoot-ზე გადაეყვანა. მერე მოგვიწევდა, რომ ის ბული ისევ გაფალსებულიყო, რომ shoot-დან fly-ზე დაბრუნებულიყო რა. ანუ ორი ბრძანების ჩაწერა მოგვიწევდა, რომ ჯერ ის ბული თუ გამხდარიყო და მერე false-ი, რომ გაეთიშა ისევ და fly-ზე დაბრუნებულიყო და რავი, რატო ჩაგვეწერა ეგ ზედმეტი? იმიტომ რომ ტრიგერით მაგის საშუალება გაქვს, რომ დაატრიგერებ და გადაიყვან რაღაც ანიმაციაზე. აღარ ჭირდება გაფოლსება ამ ტრიგერს რა. საკმარისია რომ hexi time-ით სადმე გადაიყვანო და თავისით გადავა. condition-ი აღარ გჭირდება. ბულის შემთხვევაში true-ი რო გადაიყვანდი, ის თუ true დარჩებოდა ის ბული, მუდმივად ამ shoot-ზე იქნებოდა რა. ამ shoot-დან ვეღარ გადაიყვანდი ვერსად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გწერებოდა hexi time-ი. მაინც ვერ გადავიდოდა თავისით, იმიტომ რომ თუ ბულით გადაიყვან რაღაც ანიმაციას და ის ბული იგივე დარჩა, რითიც გადავიდა, თქვათ თუ true არის, სულ დარჩება იმ ანიმაციაზე რა. მერე დაგჭირდება მაგ ბულის გამოყენებას და ვნახავთ.
ოკეი, დავასეივოთ ხა ეს ყველაფერი და სკრიპტში დაგვრჩა ერთ-ერთი რომ ჩაუწეროთ, რომ ეს დატრიგერდეს, ანუ ეს შუთი მოინიშნოს აქ რა. კაი, შევიდეთ მას ახლა. ხო. იერარქიიდან ხოლმე წავშუროთ ენემი. ხო, იერარქიიდან წავშალ და სანამ წავშლით, რომ მონიშნავთ. ხო, აქ override-ი პრინციპში არ ჭირდება, იმიტომ რომ ანიმატორს შევცვალეთ რაღაცეები. მაშინ დაჭირდებოდა ეს override-ი, როცა აი რაღაცა რო დაამატო მაგალითად აი ამ ობიექტზე, სცენაში მყოფ enemy-ზე. აი add component-ით ახლა უბრალოდ სატესტოდ ვიზამ რა. რაღაცა collider-ს მივაბამ. ნახე, override-ს რო ჩამოშლი, apply-ს გთხოვს, რომ აი prefab-ზეც აისახოს ეგ ცვლილებები რა. აი აქ სცენის ობიექტს რაც გაუკეთე, რისი prefab-იც არსებობს. რაღაც ცვლილება რო გააკეთე, რაღაც კომპონენტი რო დაამატე, აი ნახე, აქაც პლუსი ეხატება. რომ აი ეს ახალი დამატებულია და override-ში გიჩანს რა დაამატე. apply-ს თუ დააჭერ, prefab-ზეც ასახავს. აი სატესტოდ ვიზამ ამასაც. apply-ს რო დააჭერ, ნახე, prefab-ს რომ მონიშნავ, აი ეს box collider-ი ამასაც ჩაემატა. მაგრამ ეხა იქ ჩვენ არ გვინდა და წაუშვი ამას. ნახე, ამასაც წაეშალა. prefab-ზე რო წავშალე, ამასაც აღარ აქვს ეგ. enemy-ს, ის ახალი collider-ი. ანუ ესენი ერთმანეთზე არიან მიბმულები რა. კაი, ეს enemy აღარ გვინდა, ეხა სცენის enemy. ეხლა იმიტომ არ დაგჭირდა ეს override-ს apply-ოლ, რომ ანიმატორში შევცვალეთ ის ანიმაციები და მაგას პირდაპირ თავის დასეივებს ხოლმე. არ ჭირდება. კაი, ეს სცენის enemy წავშალოთ ეხლა, დავასეივოთ და script-ში შევიდეთ. და script-ში შევქნათ ზევით public animator. public animator anim. რომ თავის enemy-s animator-ს დაუკავშირდეთ. animation არ დაწეროთ. ანიმ სხვა რამეზე რომ სხვა რამეზე რომ ხო გვიწერია ესა მოთამაშეზე და ხო არ იმას. არა, ერთმანეთს არ შეუშლის. ერთნაირი სახელები შეიძლება გამოიყენო ხოლმე სხვადასხვა კლასებში. აი თქვა bullet-იც გამოყენებული გვაქვს იქ. player script-შიც გვიწერია, ნახე. game object bullet-ი ზუსტად იდენტურად, მაგრამ ეს ამ კლასის საკუთრებაა, player script-ის საკუთრება არის ეს bullet-ი. და ეს bullet-ი კიდე enemy script-ის საკუთრება არის. რო რამე და დაგჭირდეს player script-იდან enemy script-ის bullet-თან კავშირი, ჯერ მაინც enemy script-ს უნდა დაუკავშირდე და მე წერტილის მერე bullet-ს გამოაჩენს და დაუკავშირდები, მაგრამ ანუ ახალი public class-ი უნდა შევქმნათ. ეს enemy script-ის bullet-ი იქნება რა. ეს ყოველთვის იქნება enemy script-ის bullet-ი და ის კიდე ყოველთვის player script-ის bullet-ი იქნება. ოკეი, public animator anime დაწერეთ, ხო? და ეხლა ჩაუწეროთ, რომ ის ტრიგერი ჩაირთოს და სად ჩაუწეროთ? ხა აქ ჯერ შეარჩიოს ხოლმე და მე გაჩენის მომენტში, აი აქ ჩაუწეროთ, მოდი. anim set trigger instantiate-ის მაღლა რა, ის სანამ გააჩენს მაგის მაღლა. set trigger ბჭყალები shoot, ხო ზუსტად ესე დავარქვით აქ unit-ში, ანიმატორში. shoot DDS-ით დავწერე მე, შესაბამისად აქაც DDS-ით ვწერთ. shoot და წერტი მძიმე. დაწერეთ? იო. ოკეი. unit-ში ჩაიდი. ო, დავასეივოთ unit-ში გადმოვიდეთ და prefabs რომ მონიშნავთ enemy-s prefabs. მარჯვნივ ანიმატორიც გამოჩნდება. anim ეწერება და non animator. თავისი თავი ჩაუგდოთ აქ, ან თავისი ანიმატორი რა, შეგვიძლია ამ ანიმატორს მოკიდო პირდაპირ კომპონენტს და ჩააგდო. enemy-s ანიმატორი ჩავარდება რა და ექნება წვდომა თავის ანიმატორთან და იმ ტრიგერსაც ჩართავს shoots. აი, აბა გავტესტოთ რა სიზამს. მას anim-ში ჩავაგდოთ enemy, ხო? კი. მუშაობს.
დიახ, მუშაობს ჩვენთანაც. ისა პლეიერისგან ხوار მივახედოთ ხოლმე ეს ეგეც კაი იქნება. პლეიერისგან რომ მიიხედოს პირდაპირ ლუკეთმა შეიძლება იმუშაოს. მოდი გავტესტავ და თუ იმუშაო, თქვენც წადეთ. აი სანამ გაისვრის, აი აქ რომ მიიხედოს ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში მე სულ ყოველთვის ისე პირველი გასროლის მერე მიხედილი დარჩება რა, მაგრამ მე შეგვიძლია დავარესეტოთ. კაი, ჯერ ვწდი, მოდი. transform წერტილი look at და player-ის მიმართულებით. ანუ შეიძლება ურდეში კარგად არ იმუშაოს, ამან გავტესტავ. 3D-ში უფრო მუშაობს ხოლმე. აბა ვნახოთ. ხო, ქრება. ანუ იმიტომ ქრება, რომ ნახე. -90-ზე გადადის Y-ი. Y-ზე ზრიალდება, ხო, ეგ არ გვაწყობს. და ლუკეთი. ხო, ეს ლუკეთი Y-ზე ატრიალებს. ხო, ეგ არ გვაწყობს, ანუ. კაი, აბა რა შეიძლება რომ მოუფიქროთ, იფიქრეთ თქვენც. მას როტაციით რომ იმას აქვთ, ანუ საითაც წავა, იქით რომ როტაცია იმ მხარეს რომ შეეწონოს. ხო, იდეაში ეგ უნდა ვქნათ, მაგრამ look rotation რო გამოვიყენოთ. მაგას ამბობ მე მგონი შენ. transform წერტილი არა, transforms არა აქვს მე მგონი ეს. აი quaternion-ში არის მგონი. წერწავს ვწდია მასაც. quaternion. მას კოდეშით მას ტელეფონი გამეთიშა და მაგიტო იყავი გასული. Okay, cool, look at player. რაღაცას ტესტავთ და თუ იმუშავა, მე ჩაგაწერინებთ. Quaternion look at player, უდრის quaternion წერტილი. Look rotation. და აქ რო ჩავწეროთ ეს direction to player. და მე მას rotation-ი რო შეიცვალოს player-მა სროლის დროს. player-ი მარა enemy. კაი, აბა გავტესტავ რას ისავს. ანიმაცია რო აქვს player-ს ხომ იტრიალების. არა, enemy მთქო, enemy უნდა შეხედოს სროლის დროს. ხო, ცოტა გავიდე მასშტაბში. არა, აქაც მე მგონი Y-ზე შვება. Y-ს უკეთებს. აიცა. აქ პირდაპირ Z-ს ვერ ჩავუწერთ ჩვენ. აიცა. დავწერთ rotation უდრის quaternion წერტილი Euler-ი რო ვქნათ. და X-ზე და Y-ზე 0 რო იყოს და აქ იყოს look at player წერტილი Z. აბა ეხლა ვნახოთ. რაღაც rotation-ი გააკეთა, მაგრამ
მოიცა direction-ი, აქ რო player-ის პოზიცია მივდით. Here the play. პირდაპირ. რომ მაგისკენ მიიხედოს. მაინც არ შვება, რაღაც პატარა rotation-ს აკეთებს ძალიან. 0.499. Აბარა მოვფიქროთ. პირდაპირ ესე რო ჩავუწეროთ ერთი წამით ისევ ლუკეთი რა იყოს. და player-ის პოზიციისკენ რო იყოს პირდაპირ. ოღონდ შეეცვალოს vector 3 forward. Forward-ი ხო Z-ი არის. აბა ეხლა რა სიზამს ნახოთ. ესეც აბზრიალებს. ესეც აბზრიალე. აი Z-ი შეცვალა, მაგრამ Y-იც შეუცვალა. კაი, რაღაცა უახლოვდებით. new vector 3 x-ი იყოს 0 0 და player წერტილი Z. ესე ვნახოთ. რამდენი რაღაცა ვცადე უკვე. არა მაინც ქრება. x-იც ატრიალებს და y-იც. მაინც ქრება. კაი, მოვიფიქრებ ამას, ვერ თქვენც ფიქრეთ და რაღაცას ვიზავთ. ნიკოლოზ, შენ რა დროს გახვედი? მას არ მახსოვს უდად, მას ტელეფონი რო გაითიშა მას. კომპიუტერზე მქონდა მიერთებული USB-ით და გაითიშა. აქ ანიმატორში მოვასწარი, ხო, გადასვლა-გადმოსვლა. მას აი დროს უნდა გადმოვიდეს, დროს უნდა გადმოვიდეს, მაგ დროს რო ხსნით გავედი. მონიშნა ის ენემი ჩაგდებული გაქვს სცენაში? ენემი კი, ორტოთი გაჩეგულა ხო? ენემი მონიშნა და ანიმატორში გადადი. დიახ. ნახე, აბა fly-დან shoot-ზე რო გადადის, მან გაკეთებული გაქვს ეს shoot დამატებული გაქვს condition-ში? მარჯვნივ. კი. ოკეი, ახლა მონიშნე shoot-დან fly-ზე გადმოსვლა უკან. Has exit time-ი დატოვე ჩართული.
setting-ებს რო ჩამოშლი მაგის დაბლა exit transition time 1 exit time 1 transition duration 0 0.25-ის ნაცვლად დიახ და ვსო condition-ში ქვევით არაფერი არ ჭირდება მერე ის სცენიდან enemy შეგვიძლია წაშალო და ასეივე დაბრუნდი script-ში და ზევით დაწერე ეს ცვლადებში public animator anim ახლავე ეხოს და აი აქ ჩაწერე აი instantiate რო გვიწერია მაგის მაღლა ხაზზე ჩაწერე anim set trigger shoot აი რაც მონიშნული მაქვს ორწეთ მას ანიმაცია დამიწერე აქ ანიმატორ დავწერო დიახ და ახლა რას მეუნებოდით აი instantiate-ის მაღლა დაწერე ეს ხაზი ან normalize-ის დაბლა მასე გასაკეთებს მას გამომეორეთ ანიმატორს შედის ამის ანიმატორში აქ და აი ამ trigger shoots რთავს აი ამას ატრიგერებს და აქ ხომ მონიშნული გვაქვს ჩვენ რომ ეს გადასვლა ამ trigger-მა უნდა გააკეთოს და მაგას გადაყავს წოთი გადავწერა და შელებში shoot დიახ დავწერე მას so დაასეივე ახლა გადადი unit-ში მონიშნე enemy-ის prefab-ი ქვევით folder-ში დიახ და მარჯვნივ დაინახავ enemy script-ზე anim ეწერება და non animator ეწერება შიგნით არის კი აი მანდ ჩააგდე თავისი თავი enemy ჩააგდე რა და enemy-ის animator ჩავარდება ან პირდაპირ animator component შეგვიძლია მოკიდო და ეგ ჩააგდო დიახ გავაკეთე ეგრე მას და ანუ საიდან გამომდინარე მიხვდება რომ ანუ როდესაც ჩვენგენ წამომაგ დროს გაისროლოს რა მაგას ხო აკეთებს გასროლას ხო აკეთებს ანიმაციაზე იძახი კი აი აქ გაჩენის წინ მიხვდება მაგას იმიტომ რომ გაჩენის წინ გვიწერია რომ გაისროლოს გასროლის ანიმაციაზე მას არ აკეთებს ანიმაციას ანუ არ გაქვს მონიშნული იქ ანიმატორში გადასვლაში shoot არ გაქვს მონიშნული აქ ან shoot როგორც ქვია ისე არ გიწერია script-ში shoot DDS-ი თქვია unit-ში ანიმატორში DDS-ით გიწერიათ მას და მას რო გადავიდან ჩემზე პატარა S-ით არის ხო იქ თუ პატარა S-ი გიწერია აქაც პატარა S-ი ჩაწერე ან პირიქით ანუ ერთი და იგივენაირად უნდა გეწეროს ორივეგან როდესაც ახალ ნახავ კი იმუშავა კი ოკეი წეგამს ვცდილობდი რომ შემოეხედა ხოლმე ჩვენსკენ პლეიერისკენ ამას არ გამოვიდა თქვენც იფიქრეთ მაგაზე შეგიძლიათ დასერჩოთ რაღაცები როგორ შეიძლება მაგის გაკეთება ერთი ეგ იყოს დავალება და მეორე იყოს დავალება რომ ეს ბულეთი enemy ბულეთი რომ ჩდება და რომ მოდის ჩვენსკენ თუ მოგხვდება სიცოცხლე დაგვაკლოს რა და თუ თქვათ health ხო გაკეთებული გვაქვს უკვე damage ჩვენი ნასროლი როგორ მას ტუტორიალი ნახე იმის 3 გული ეკეთდებოდა მას გვერდზე და მაგასაც გავაკეთებ არ გვინდა ჯერ ეგ მაგას ვისწავლით მე ერთად გავაკეთოთ ჯობია გააკეთე უბრალოდ ის რომ სიცოცხლე დააკლოს ხოლმე ამ enemy bullet-მა ჩვენ players და ასევე ჩვენ რო ვესვრით მაგაზე ხო არ აკლდება თუ აკლდება არა აკლდება ხო ეგეც გააკეთეთ მაშინ რომ არ ხვდება ჩვენი ბულეთები ხო არც ხვდება
ჩვენი ბულეთიც რომ იმათ მოხვდებათ ენემიებიც გაქრნენ. ნუ სიცოცხლე დააკლდეს ენემის და მერე ენემიც გაქრეს. მას მოკლედ მენიუ მენიუ მერე. მოკლედ ორივე გასაკეთებელი იქნება რა. ენემის ბულეთმა რომ players დააკლოს სიცოცხლე და გააქროს თუ ნულზე დაბლაჩავა სიცოცხლის რაოდენობა და პირიქით enemy რომ ესა playeri რომ თავის ტყვიას enemy-ს მოარტყამს იმას დააკლოს ხოლმე და თუ ნულზე ქვევით ჩავიდა ან გაუტოლდა ნულს, მაშინ გააქროს. ოკეი, კითხვა ხო არ გაქვთ რამე? არა მას. მას ორი წუთი ხსალიათ იმ ჩემს რო ვაკეთებ მაგასთან დაკავშირებით მაქვს ერთი კაი, დავასრულოთ ახლა და მაჩვენე.